ინსტრუქტაჟ გავლილი რაღაცა AI ჩატია რა, რომელიც წინასწარ დაპროგრამებულია. მე ამას ვასწავლე ჩემი კურსის პროგრამა, ვასწავლე ჩემი სახელმძღვანელოს მეთოდოლოგია და სტრუქტურა და რაღაცები და ეხლა ის რო ჩაიკითხებიან, ის ეუბნება რომ ბექასთან ეს ყველაფერი ხო გაიარეთ, ესე ხო გაიარეთ. მოდი ახლა რაღაცა ეს გრამატიკული სტრუქტურა რაღაც თქვა მანქანის ნაწილებთან კონტექსტში გავიაროთ თუ რაღაც. აი, როდესაც მანქანის საწვავი გავთავდება ხო, ვიღარ მიდის და რაღაცა ეგეთებს აკეთებს რა, ნუ ეგრე დავარიგე. რომ სხვა ფორმით აუხსნას რაღაცები და იმ ჩემმა მოსწავლეებმა სხვა კუთხით შეხედონ საკითხს, რომ მარტო ერთი პერსპექტივიდან კი არ შეხედონ, რომელიც მე მივაწოდე, არამედ სხვა პერსპექტივიდან შეხედონ. ასევე უმოწმებს დავალებებს, უმოწმებს გადასარევად. მე ვერ ვამოწმებ ეგრე კარგად. იმიტომ რომ ანუ აი მხელა რეპორტი შეუძლია დაუწეროს თითოეულ დავალებაზე, რომ შენ ეხა აქ ეს რო შეგეშა. შენ არტიკლებისთვის გაქვს ყურადღება მისაქცევი და რაღაცები. ხა მე რაც არ უნდა რამდენი მოსწავლე მყავს ხო, რაღაც თითო ჯერზე რაღაცა 10-ობით ზოგჯერ 50 მოსწავლე მყავს. მაგდე ადამიანს ამ ხელა რეპორტებს უფრო მოკლედ მოწმებ ხოლმე, მოკლე კომენტარებს უწერ ხოლმე. ამას შეგიძლია რომ შეუძლია რომ დიდი რეპორტი დაუწეროს. გადასარევი ინსტრუმენტია რა. ხო, აი ეხა მე ესე მგონია რომ AI არ არის მაინც მასწავლებლის ჩამნაცვლებელი რაღაცა, კარგი დამხმარეა რა, ძალიან კარგი დამხმარეა მასწავლებლისთვისაც და მოსწავლეებისთვისაც რა.